მერია და საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდებს დროულად გადააგზავნონ წერილობითი შენიშვნები, რათა 12 თებერვალს დაგეგმილ სხდომამდე მათი განხილვა და ბიუჯეტის პროექტში შესწორებების შეტანა მოესწროს. ამ თემასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ მიუხედავად მერიის მზადყოფნისა ემუშავა შაბათ-კვირას და განეხილა საკრებულოს წერილობითი შენიშვნები, მერიაში ამ დრომდე არც ერთი ინიციატივა ან შენიშვნა არ შესულა. საკრებულოს უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ პროცედურები რეგლამენტის დაცვით მიმდინარეობს და შენიშვნებს მერიაში დღეს დღის ბოლომდე გადააგზავნიან. მათივე ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილმა უკვე დაასრულა ვიზიტი ამერიკაში და მასთან მიმდინარეობს საბოლოო კონსულტაციები იმ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომლებსაც საკრებულო მერიას გადაუგზავნის. ჩემი ინფორმაციით ბატონ შიხიაშვილი დაბრუნდა თბილისში შეერთებულ შტატებში მივლინების შემდეგ. თუ თბილისის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ არ არის განწირული ჩასაგდებად. თუ ეს 12 თებერვლის სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული არ არის მორიგი ფარსი, რათა კიდევ ერთხელ ჩავარდეს დედაქალაქის ბიუჯეტი, მოუწოდებ ჩემს კოლეგებს უმრავლესობამ დროულად იქნეს შესაბამის წინადადებები წერილობითი ფორმით დედაქალაქის მერიაში გადმოგზავნილი, რათა ამ საკითხებზე იქნეს შესაბამისი სამუშაოები ქალაქის მთავრობის მხრიდან ჩატარებული. ჩვენ გვინდა ბიუჯეტს ხარი დაუჭიროთ, ოღონდ ჩვენ იმ ბიუჯეტს დავუჭერთ ხარს, რომელიც ხარჯვის ნაწილთანაც არ გვექნება პრეტენზია. ბოლო კვირის განმავლობაში რეგლამენტის შესაბამისად და ყველა პროცედურის დაცვით ბიუჯეტი დაეწერა ყველა კომისიას, ყველა ფრაქციას, მოხდა განხილვები აბსოლუტურად ყველა კომისიაში, ყველა ფრაქციაში არის შენიშვნები ცალკეული ყველა კომისიას და ყველა ფრაქციის, ხდება ამ შენიშვნების შეჯამება და მოხდება სავარაუდოდ დღის ბოლოსკენ მოხდება მთლიანი შეჯამებული შენიშვნების გადაგზავნა თბილისის მერიისთვის. ფინანსთა მინისტრი კი იმედოვნებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემა მალე გადაიჭრება. მე რამდენადაც ვიცი, საკრებულოს უმრავლესობასა და მერიას შორის მიმდინარეობს კონსულტაციები და დარწმუნებული ვარ, მალე გადაიჭრება ეს პრობლემა. თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტზე 12 თებერვალს დანიშნულ რიგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა.